და ეხლა მეოთხე ჰადისი, მაგასაც წავიკითხოთ მე დღეს, მეოთხე ჰადისი عن عبد الله جابر بن عبد الأنصاري رضي الله عنهما مغان تقوى كنا مع النبي صلى الله عليه وسلم في غزاة شونت ويقاويتو شومواتن صلى الله عليه وسلم قاسولي انو برزوليس ولزي فقال لما كانت تقوى إن بالمدينة لا رجالا ما سرتم مسيرا ولا قطعتم واديا إلا كانوا معكم حبسهم المرض ايش مايدا مدينة شي دارچلين خلخيو انو قاتسبيو რომლებიც ყოველთვის თქვენთან ერთად იყვნენ. ანუ სადაც თქვენ არ იყავით გასულნი, გარეთ, ბრძოლაში და ასე შემდეგ, ყოველთვის თქვენთან ერთად იყვნენ. მაგრამ დააკავათ მაგათ დაავადება, ანუ ცუდად გახდა ეს ხალხი და ვერ გავიდა ბრძოლაში. და შუა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ვაჰუმ ილლა კანუ მა'აკუმ." და სხვა რივაიათში არის მოსული სხვა ჰადისში: "ილლა შარაკუკუმ ფილ აჯრი." ისინი თქვენთან ერთად იქნებიან რაში? აჯრში, ანუ მადლში. ანუ დარჩნენ სახში, არ გავიდნენ ბრძოლაში, ცოტა გახდნენ, მაგრამ მაინც ჩაეწერებათ მადლი. მერე ეს შემდეგი ჰადისი რომელსაც გამოსულია ბუხარში, ანასიდან თქვა, რომ შუა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, მაგან თქვა: "რაჯა'ნა მინ ღაზვათი თაბუკ მა'a ნაბი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ფაყალ." თაბუკის ბრძოლის მერე ჩვენ დაბრუნდითო და შუა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ინ აყვავან ბილ მადინათი ხალფანა." ჭეშმარიტ არის ხალხი რომელიც დარჩა მედინაში ჩვენს უკან ما سلكنا شعبا ولا واديا الا وهم معنا نبسميري اي მთიანი ადგილები როცა ჩვენ გავიარეთ ან მინდორები გაშლი ადგილები ისინი ყოველთვის ჩვენთან ერთად იყვნენო حبسهم العذر მათ დააკავათ რა ანუ რაღაცა მაგათ კონდათ ანუ عذر როგორ არის ქართულ როგორ თქვა როგორ აბატყოფა აპრავდანია გამართლებ ხო მაგათ რა გამართლებ მაგიტო ვერ წავიდნენ შუამამათან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ბრძოლაში ეხლა შეიხი ხსნის ამ ჰადის قوله في غزة فمعنى الحديث أن الإنسان إذا نوى العمل الصالح როცა ადამიანს უნდა ნებისმიერი კარგი საქმის გაკეთება ანუ განზრახვით ولكنه حبسه عنه حابس فإنه يكتب له أجر ما نوى მაგრამ რაღაცა მოხდა და ვერ გაკეთა ის კეთილი საქმე მაგას მაინც დაეწერა ის რა განზრახვა მას ჰქონდა أما إذا كان يعمله في حال عدم العذر მაგრამ როცა იმ საქმეს აკეთებდა იმ დროს როცა კარგად იყო არაფერი არ უშლიდა أي لما كان قادرا كان يعمله როცა შეეძლო მაგის გაკეთება ثم عجز عنه فيما بعد და მაგის მერე მაგას ანუ ვერ შეეძლო იმ საქმეს გაკეთება فإنه يكتب له أجر العمل كاملا მაგას აწერება მთლიანი საქმე ანუ თითქოს გააკეთა ის საქმე თავის განზრახვით და თავის საქმეებით თითქოს გააკეთა თლიანად لأن النبي صلى الله عليه وسلم قال إمتون شوما صلى الله عليه وسلم تقول إذا مرض العبد تو بيغاسا مورچلي گختبا آوات أو سافر عن طويدانو سفر شي طويدا كتب له مثل ما كان يعمل مقيما صحيحا ماگას დაეწერება იგივე მადლი როცა იყო კარგად და როცა იყო ანუ თავის ქალაქში ანუ არ შეეძლო გაკეთება და წავიდა მაგას მაინც დაეწერება فالمتمني للخير იმ ადამიანს რომელსაც უნდა და ხეირის გაკეთება الحريص عليه რომელიც ანუ მიისწრებოდა კარგი საქმის წინ إن كان من عادته أنه كان يعمله თუ მისი ჩვევიდან იყო ის რომ აკეთებდა იმ კეთილ საქმეს ولكنه حبسه عنه حابس მაგრამ რაღაცა ის დაიკავა كتب له أجره كاملا მაგას დაეწერება მთლიანი კეთილი საქმე მაგალითად შეიხი იძახის إذا كان الإنسان من عادته أن يصلي مع الجماعة في المسجد თუ მამაკაც ქონდა ჩვევა რომ ჯამაათთან ერთად ყოველთვის ლოცულობდა მეჩეთში ولكنه حبسه حابس მაგრამ რაღაცა დაიკავა ანუ ვერ წავიდა მეჩეთში სიტყვა ავალ გახდა და ასე შემდეგ كنوم أو مرض ჩაიძინა სიტყვაზე ან შეიძლება ავალ გახდა أو ما أشبهه فإنه يكتب له أجر المصلي مع الجماعة تماما من غير نقص მაგას მაინც დაეწერება მადლი თითქოს წავიდა მეჩეთში იროსა ჯამაათთან ერთად თლიანად ანუ არაფერი დანაკლისი არ ექნება მადლისგან იმიტომ მაგას არ შეეძლო და დანარჩენ დროს როცა კარგად იყო ყოველთვის მიდიოდა وكذلك إذا كان من عادته أن يصلي تطوعا და ასე როცა ადამიანი ლოცულობდა მაგალითად სუნნა ნამაზს ლოცულობდა ხო ფაჯრს აქ სუნნა ნამაზი ზუჰრს ასე და ასე შემდეგ ولكنه منعه منه مانع მაგრამ რაღაცა შეუშალა მას ანუ ვერ ილოცვა ეს სუნნა ლოცვები ولم يتمكن منه فإنه يكتب له أجره كاملا მაგას დაეწერება მადლი მთლიანად وكذلك إن كان من عادته أن يصوم من كل شهر 3 أيام და ასევე მისი ჩვევა თუ იყო რომ მარხულობდა ყოველ თვეში 3 დღე ანუ
მარხვის ანუ თვის შუაში არის სუნნათი მარხვა 3 დღე მაგას მარხულობდა ადამიანი ყოველთვის თუმმა აჯაზა ან დალიკ მერე ვერ შეძლო მაგის გაკეთება ვამანაჰუ მანე რაასა შეუშალა فإنه يكتب له الأجر كاملا მაგას მაინც დაეწერება მადლი მთლიანად ეს არის მებურისგან ეს არის ალლაჰის წყალობიდან ჩვენ თუ ჩვენს მიმართ ალლაჰი ის ჩვენ გულებში რა არის ალლაჰი დაინახო ჩვენ საქმეს ვაკეთებთ ის იცის და იცის რომ ჩვენ თუ ავად არ ვიქნებოდით გავაკეთებდით იმ საქმეს და ალლაჰი მაინც გვაძლევს რა აჯრს ეს არის ალლაჰის წყალობიდან ჩვენს მიმართ მაგალითად ვიღაცა ძმა უნდა დღეს მოსვლა აქ სიტყვაზე არ მოვიდა ხო ძმო ცოდნის მიღების მადლი არის უზარმაზარი ცოდნის მიღების მადლი არის უზარმაზარი არის გზელი ჰადისი მოკლედ რო ვთქვა ალლაჰი აზა ვა ჯალ პატიებს ხალხს ვინ გროვდება ზიქრისთვის პატიებს იმ ხალხს და დაჟე პატიებს იმ ხალხს ვინც არ მოვიდა გაკვეთილისთვის აი უბრალოდ გაიარა აქა ხო სიტყვას ვიღაცა გაიარა ან სიტყვა ჩვენი ძმას ზადასთან ქონდა რაღაცა საქმე მოვიდა 5 წუთი დაილაპარაკა წავიდა ხო ალლაჰი აზა ვა ჯალ იმ ადამიანსაც პატიებს წარმოიდგინეთ ძმებო მაგის უბრალოდ მოსვლა არ ქონდა გაკვეთილის ნიათი უბრალოდ მოვიდა რომ ჩვენი ძმა ენახა სიტყვაზე ხო ალლაჰი აპატიებს მაგას ასევე რა არ გახდის იმ ადამიანს უბედურების შორის წარმოიდგინე იმ ხალხის მადლი ვინც მოვიდა გაკვეთილზე ხო ზიქრის გინ მეჩეთში გინ ზიქრისთვის უკვე ალლაჰის ხატვისთვის რამხელა მადლი აქვს იმ ეგეთ ადამიანს ალლაჰმა გაგხოდოს მაგას შორის ამინ და ასევე შეიხი ეძახის ასევე სხვა ბევრი მაგალითი ამა იდა კანა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი მე ვნახეთ ამა იდა კანა ლეისა მინ ადათი ან იაფალაჰუ მაგრამ თუ ადამიანი ჩვევა არ იყო რაღაცა საქმეს აკეთებდა ანუ ფიზიკურად აკეთებდა فإنه يكتب له أجر النية فقط მაგას დაეწერება მხოლოდ განზრახვის ნიათი ანუ საქმის ნიათი არ დაეწერება მხოლოდ განზრახვის ნიათი დუნა აჯრ العمل ანუ საქმის გარეშე ودليل ذلك მაგის დალილი რა მტკიცებულება რა არის أن الفقراء الصحابة رضي الله عنهم قالوا غاتاكي صحابების შორის غاتاكي ხალხი მივიდნენ შუმომათან صلى عليه وسلم და თქვეს يا رسول الله سبقنا أهل الدثور بالدرجات العلى اي الله შუმავალო დიდარიზმებიო ჩვენ გაგვასწრესო ძალიან გაგვასწრესო ანუ ბევრ სადაკას აძლევდნენ والنعيم المقيم يعني ان اهل الاموال سبقوهم بالصدقه والعتق ანუ შეიხი ზახის რომ ის დიდარიზმები გაუსწრეს ღატაკიზმებს გაუსწრეს რაში რომ სადაკას აძლევდნენ და მონებს ან თავისუფლებდნენ فقال النبي صلى الله عليه وسلم და შუმომა صلى الله عليه وسلم თქვა افلا اخبركم بشيء اذا فعلتموه ادركتم من سبقكم არგიანბოთ ეგეთ საქმეზე თუ მაგას გააკეთებთო თქვენ იმას გაასწრებთო ვინც თქვენ გაგასწროთო ولم يدرككم احد الا من عمل مثل ما عملتم და ვერავინ გაგასწრებს თქვენ გარდა იმ მომენტისა თუ გააკეთებს იგივე სასაც თქვენ აკეთებ فقال მაგან თქვა تسبحون وتكبرون وتحمدون دبر كل صلاة 33 تسبحون ان سبحان الله იტყვით 33 ჯერ تكبير الله اكبر იტყვით الحمد لله იტყვით ყოველი ლოცვის დამთავრების შემდეგ ففعلوا და შეიხი ეძახის და გააკეთეს ღატაკი საჰაბები მართლა ეგრე გააკეთეს فعلم اغنياء بذلك და დიდარიზმები დიდარ საჰაბები გაიგეს რომ შუმომასალსა მისთა მაგათ ეგეთი რჩევა ففعلوا مثل ما فعلوا და იგივე გააკეთეს فجاء الفقراء الى رسول الله صلى الله عليه وسلم فقال النبي وقالوا და მივიდნენ დაუბრუნდნენ შუმოვათან სალასან და უთხრეს მას يا رسول الله اي الله შუმოვალო سمع اخواننا اهل الاموال بما فعلنا დიდარიზმები გაიკეთეს ან გაიგესო ჩვენ რასაც ვაკეთებდითო فعلوا مثله და გააკეთეს იგივე და შუმომა صلى عليه وسلم თქვა ذلك فضل الله يؤتيه ما يشاء ეცა ალლაჰის წყალობა აძლევს იმათ ვისაც უნდა ანუ ის დიდარიზმების გაიგეს მიუხედავად იმისა ფულსაც აძლევს სადაკას მონებსაც ან თავისუფლდება ეგას გაიგეს და ისე სუბჰანალlah ალჰამდულილlah ალლაჰუ აკბარ ყოველ ლოცვის მერე თქვა მაინც გაასწრეს იმ ღატაკიზმებს ეს არის ალლაჰის ყადრი ალლაჰის წყალობისას უნდა იმას აძლევს ამიტომ უნდა გამოაჩინო ყველაზე ეგეთ ადამიანი საბრი والله ذو الفضل العظيم ولم يقل لهم და შუმომა صلى الله عليه وسلم არ უთხრა მაგათ انكم ادركتم اجر عملهم თქვენ გაუსწარით მაგათ საქმეშიო ანუ თქვენი და მაგათ საქმე იგივე დონის არისო ولكن لا شك ان لهم اجر النيه العمل მაგრამ ეჭვი არ არის რომ ისინი მიიღებენ რის მადლს დვიან განზრახვის მადლს ეს არის დალილი ისის მე რომ ადამიანს ანუ ადამიანი არ აკეთებდა საქმეს არასდროს მაგალითად სიტყვაზე არ მარხულობდა ან სიტყვაზე ნახა ვიღაცა დიდაძმა სადაკას აძლევდა მაგრამ თვითონ არ აძლევდა არასდროს მაგან თქვა
მე თუ დავინ მე ფული მეკითხა მე სადაყას გავაკეთებ მაგას ეწერება რისი მადლი მარტო განზრახვის მადლი მარტო ولهذا ذكر النبي عليه الصلاة والسلام მაგით შუმა صلى الله عليه وسلم თქვა في من أتاه الله مالا იმ ხალხს ვისაც ალლაჰმა მისცა ანუ მისცა ერთ ადამიანს ფული მისცა სიმდიდრე فجعل ينفقه في سبل الخير და ირდიდარი ადამიანი ბევრ ანუ სადაყას აკეთებდა ალლაჰის გზაზე وكان رجل فقير يقول და ღატაკი ადამიანი როცა ხედავდა მაგას ამბობდა لو أن لي مال فلان لا عملت فيه مثل ما عمل فلان მე თუ მქონოდა იგივე ფული რაც იმ ძმას აქვს ანუ იმ დიდარსო მეც იგივეს გავაკეთებდიო და შუმა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რა თქვა فهو بنيته ის არის ანუ თავისი განზრახვით ის არის თავისი განზრახვით فاجرهما سواء მაგათი აჯრი მადლი არის იგივე მაგრამ რაში თქვა განზრახვის მებო ايو سواء في اجر النيه ანუ მაგათი მადლი იქნება იგივე განზრახვის მადლში اما العمل რაც შეეხება საქმეს ანუ ფიზიკურ საქმეს فانه لا يكتب له اجره الا ان كان من عادته ان يعمله მაგას არ დაეწერება საქმე რომ აკეთებდა სადაყას იმიტომ აქამდე მაგას არ აკეთებდა وفي هذا الحديث ეს حديث რაზე საუბრობს შეიხი იძახის اشاره الى ان من خرج في سبيل الله არის მითითება იმაზე ვინც გავიდა ალლაჰის გზაზე في الغزو გინ ომში والجهاد جهازي في سبيل الله ალლაჰის გზაზე فان له اجر ممشاه მაგას ექნება მადლი ყოველი მისი ნაბიჯისთვის ولهذا قال النبي صلى الله عليه وسلم მაგიტომ შუმა صلى الله عليه وسلم თქვა ما سرتم مسيرا ولا قطعتم واديا ولا شعبا الا وهم معكم ანუ იმ საჰაბებს იყო ლაპარაკობდა შუმა صلى الله عليه وسلم ვინც დარჩა სად მედინაში ვინც ვერ წავიდნენ მაგათთან რა თქვა მაგაზე რომ ისინი თქვენთან ყოველთვის დადიოდნენ და ნებისმიერ ადგილას მინდორში ვადი თქვენთან ერთად დადიოდნენ და ანუ თის ადგილებზე თქვენთან ერთად დადიოდნენ إلا وهم معكم ისინი იქნებიან თქვენთან ერთად რაში მადლში ანუ იმ საჰაბებს დაეწერათ რისი მადლი საქმის მადლი და ასევე ნიათის მადლი რატომ იმიტომ ადრეს დადიოდნენ მაგათთან ერთად უზენაესმა ალლაჰამ ყურანში თქვა ذلك بأنهم لا يصيبهم ظمأ ეს არის იმიტომ რომ ანუ საჰაბებს ლაპარაკობს ალლაჰი აზა როცა გადიოდნენო მაგათ ეხებოდათ რა სიმწყურვალე ولا نسب და ასევე ანუ დაღლილობა ولا مخمسة და ასევე შიმშილი في سبيل الله الله გზაზე ولا يطؤون موطئا يغيظ الكفار ნებისმიერ ნაბიჯს როცა აკეთებენ რომელიც აბრაზებს კაფირებს ولا ينالون من عدو نيلا და როცა უგებენ ანუ ბრძოლაში კაფირებს إلا كتب لهم به მაგათ აუცილებლად დაეწერებათ عمل صالح კარგი საქმე إن الله لا يضيع الأجر المحسنين ჭეშმარიტ ალლაჰი არ დაკარგავს კარგი საქმეების ანუ ვინც აკეთებს კარგი საქმეს მაგათ აჯრს არ დაკარგავს ولا ينفقون نفقة صغيرة ولا كبيرة رأس أكتبن صدقة جنديدي إن بطل جنديدي ولا يقطعون واديا إلا كتب لهم ليجزيهم الله أحسن ما كانوا يعملون النبي اسمه دروس وسا قادين غاس من دوربس أنو وادي ماغاس دايت إربات أو سلبات دا الله ماغات أو نغزاوربس ساوك إتوسو جزيت إميز قاموا راسات إشيني أكتبن ونظير هذا أن الرجل إذا تودع في بيته فأسبغ الوضوء شيخ يزاخيس მაგალითად ადამიანი აიღო აბდესტი შესანიშნავ ფორმაში სახში ثم خرج الى المسجد და მე გავიდა მეჩეთში لا يخرجه الا الصلاه არ გაიყვანა მეჩეთისკენ არაფერი გარდა ლოცვისა ანუ არა ძმების გამო არა ბიზნესის გამო გავიდა მეჩეთში მხოლოდ ალლაჰის ხათრისთვის فانه لا يخطو خطوه الا رفع الله بها درجه ნებისმიერ ნაბიჯს გაკეთებს ის ადამიანი მაგას ალლაჰი დაუწერს მაგის გამო მადლს وحتى عنه بها خطيئه და წაუშლის მას مايس صدويبس أنو قول نبيجستوس وهذا من فضل الله ده سايس الله يتقالوبا عز وجل أن تكون وسائل العمل فيها هذا الأجر الذي بينه رسول الله صلى الله عليه وسلم والله الموفق روم أدمياس إلو دبا إجتي مدلي إجتي ساكمي بيزغامو أنا ساكمي تيتكو ساكمي أرغاك إتا ساكشي دارشا أواد غاكتا أكيد دايم ساكمي سقوتيس ماغاس مايس دايترا را مدلي კაგიზმი ეხა პატარა შეხსენება გავაკეთოთ რაც მოვიდა აქამდე როგორც ჩვენ თქვი ძმებო ეს არის ლისი თავი განზრახვის თავი შეკითხვა მაქვს თქვენთვის სანამ თქვენ შეკითხეს მე მომცემთ მაგალითად ადამიანი ზუხრი უნდა ილოცოს მეორე ლოცვა 4 რაკათი მეორე ლოცვა უნდა ილოცოს შევიდა დრო დგება უკვე ლოცვაზე სანამ ალლაჰუ აკბარ იტყვის ფიქრობს იმაზე რომ ეხლა 100 ლოცულობს მესამე ლოცვას ლოცულობს არ და ეხლა მეორე ლოცვის დრო არის დაიწყო ლოცვა მის ლოცვა ითება თუ არა? ინშალლა ითება. კიდევ ვინას იტყვის?
ნახეთ, შუამა სალასან რა თქვა? პირველი ჰადისი. ინამალ ამალუ ბინიათ. ნებისმიერ საქმე არის აწონილი რაზე? განზრახვით. ესე იგი, თუ ის ადამიანი აკეთებდა ნიათი ქონდა განზრახვა ასრის, მესამე ლოცვის. მაგრამ ეხლა იყო რომელი ლოცვის დრო? მეორე. მიიღებს ალლაჰი თუ არა მაგ ლოცვას? არ მიიღებს, რატომ? იმიტომ მისი საქმე არის აწონილი განზრახვაზე. გაიგე? განზრახვაზე. ამიტომ ალლაჰი არ მიიღებს იმ საქმეს. რა უნდა გაკეთოს ისმა? უნდა თავიდან ილოცოს ის ლოცვა. სიტყვაზე მაგალითად ადამიანს აქვს ჯუნუბი. ჯუნუბი აქვს. დიდი გამალო შირდება ღუსლი. შევიდა ზღვაში. უბრალოდ იმის გამო რომ გაგრილდეს. ცხილი ამიდია, ოფლი წამოვიდა. იზახი ეხლა უნდა გავიდე, მაგრამ ძალიან დაგრილი უნდა გავგრილდეს. შევიდა ზღვაში და გამოვიდა. და მე გახსენდა რომ ღუსლი ქონდა მაგას. ღუსლი იყო მისთვის აუცილებელი, რომ ლოცვის დრო მოვიდა. და თქვა თავისთან უთხრა რომ მე უკვე ვიყავი ზღვაში, თუ აბდეს თუ გავაკეთე, ღუსლი გავაკეთე მთლიანად. ირთვება მისი ღუსლი თუ არა? არ ირთვება, რატო შევიდა ზღვაში? იმის გამო რომ გაგრილდეს. იბადათის გამო არ გაკეთა, თაყვანისცემის გამო არ გაკეთა. შეიხ იბნ სემინ იძახის ამ წიგნში, რომ განზრახვასა ყველა შესანიშნავი განზრახვა არის შედგენილი სამი რაღაცის გამო. სამი რაღაცის გამო. პირველი, როცა შენ ნებისმიერ საქმეს აკეთებ, შენ აკეთებ მაგას ალლაჰის ხათრისთვის. არა ტრაბახობისთვის, არა იმის გამო რომ ძმები აკეთებ, მაგითო ვაკეთებ, არა მეტ იმის გამო რომ ალლაჰის ხათრისთვის აკეთებ. მეორე, როცა შენ აკეთებ ამ საქმეს, უნდა გახსოვდეს ეს საქმე არის თაყვანისცემა. ეს არის იბადათი, ეს არის რაღაც ხობი, არ არის რაღაც ჩვევა, ეს არის თაყვანისცემა. და მესამე უნდა გახსოვდეს შენ აკეთებ ამ საქმეს, იმიტომ რომ ალლაჰმა შენ გიბრძანა. ალლაჰმა შენ გიბრძანა. სადა ალლაჰმა ყურანში თქვა, შეასრულეთ ლოცვა. შეიხ იძახის რომ ადამიანს ახსოვს ეს სამი რამე, ეს არის საუკეთესო რამ განზრახვაში. ძმებო, განზრახვის ადგილი ისლამში არის ძალიან უზარმაზარი. ალიმები თქვენ ძმებო, რომ ყაბული კარგი საქმის ყაბულისგან, ანუ პირობებისგან, რომ ალლაჰი მიიღო ჩვენი კარგი საქმე, ორი რაღაცა ჭირდება მაგას. ვინ იტყვის რომელია? რომ ალლაჰი მიიღო ჩვენი კეთილი საქმე, სიტყვაზე ლოცვა. ავიღოთ ლოცვა. განზრახვა და რა? ეს ისე ქმედება, მე ვაკეთებ ქმედებას. ჰა? ბატონო ვერ გავიგე? ალლაჰის სახელით ეს იგივე განზრახვაა. მეორე? მაგალითად ქმედება ამბობ, მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო ზუსტი. მაგალითად აი, ჰა? ზანება? სამალიქ როგორ არის? ნახეთ ძმებო, ნახეთ. ქმედება ეს არის თლიან ჯამში, მაგრამ ჩვენ გვინდა ზუსტი. რატო ზუსტი ხა გეტყვი? მაგალითად განზრახვა გავაკეთე. მე ხავ დგები, ფაჯრი უნდა ვიროთ, დილის ლოცვა უნდა ვიროთ, ხო? ალლაჰის ხათრისთვის. პირველი გავაკეთე. მეორე ქმედებას ვაკეთებ ხა, ქმედებას. ნახეთ ძმებო, ლოცვობ ორ რაკათის მაგერად სამს. ეს სამი მინდა. სწორი ქმედება რას ქვია? რაც იფიქრე იმის შესრულება, რაც არა. ვალდებულება. არა. ისლამის მიხედვით. ისლამის მიხედვით. ანუ ისლამის მიხედვით რას ნიშნავს? სუნნათის მიხედვით. სუნნათს ძმებო. ქმედება ანუ მაგას გულისხმობთ. რატო ძმებო? თუ ადამიანს აქვს კარგი ნიათი, ალლაჰის ხათრისთვის აკეთებ, ალლაჰი უყვარს ძალიან. აკეთებს კაი საქმეს, მაგრამ ნიათი აქვს სწორი, მაგრამ დილის ლოცვის ორი რაკათი მაგერად ეძახისო, მე მინდა ალლაჰისთვის ბევრი ვილოცო. მე მინდა ჩემი ვაჯიბი ლოცვა უფრო ბევრი იყოს, 10 რაკათი მინდა იყოს. ალლაჰი არ მიიღეს მის საქმეს, რატომ? არ არის ის ისლამის მიხედვით და იმის. დალილი? უარყოფილი იქნება. აიშას ხადისი, როგორი იყო ხადისი? ქლიანად მიერთი. ბიდღათის ქლიანად მითხარი ხადის ვის ახსოვს? ვინც ამ საქმეში სიახლე შემოვიდეს, უარყოფილი იქნება. ხო, ეს იქნება უარყოფილი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ძმებო. წარმოვიდგინე ადამიანი სადაკას აძლევდა, მარხულობდა, ლოცულობდა, იმდენი წელი გაატარა თაყვანისცემაში, მაგრამ მოვიდა დრო, ერთი დღე ვიღაცა ძმა ნახა, მდიდარი ძმა, ან ვიღაცა ავტორიტეტი ძმა, პატივცემული ძმა და ეუბნება მაგას. შენ იცი? იმ დღეს, იმ ხელს სადაკა გავაკეთე, იმდენ ძმებს დავეხმარე. გააფუჭა თავისი საქმე. მაგას პაკაზუხა ქვია ალლაჰ. პაკაზუხა, მაგას ქვია რია. რია ქვია, ეს არის პატარა შირქი. გაანადგურა თავისი კეთილი საქმე. უმეტესობაში, აი, ყველაზე დიდ შეცდომა ნახავ ძმებოსად, როცა ხალხი მუსლიმები მიდიან ჰაჯზე, ან უმრაზე. დადგებიან ქააბას უკან არის ლამაზი ქააბა. სურას იღებენ. ახი ნახე სადა ვარ. ახი ნახე სადა ვარ. რატო აჩვენებს მაგას? მაგას არანაირი გამართლება არ აქვს. შენ მაგას მარტო აკეთებ იმის გამო, რომ ეხა ტრაბახობ. როგორც გინდა დაარქვი მაგას. სალაფები ძმებო თავის კარგ საქმეს მალავდნენ. თავის კარგ საქმეს მალავდნენ. სალაფებს არა გადმოცემენ, რომ ადიან მინბარზე გაკვეთის აძლევდნენ და ტირილი ეწყებოდა და ტირილი უნდოდათ, ხო? თავის ტირილს მალავდნენ. იღებდნენ აიგე რაღაც თავის ან მაგათ ასასმევს, აიგე ფარავდნენ, დაიძახდნენ, რაც ცუდია ეს სურდო. ეს სურდო რაც ცუდი რაღაცა. და ხალხს ეკონა რომ ცემლები მოდის სურდოსგან. არა იმის გამო რომ ტირის.
ანუ თავის აი ეს შიში ალლაჰის ხატი მაგასაც მალავდნენ. ეს არის ძალიან აუცილებელი. იმამ ალ-ბუხარი ძმებო, იმამ ალ-ბუხარი. სახი ბუხარი ყველანი ვიცეს წიგნი. თავისი წიგნი, რომელ ჰადისით დაიწყო? ამ ჰადისით. ინამალ ამალუ ბინიათ. ნებისმიერ საქმე არის წაწონილი განზრახვით. ალიმები ძახიან, რატო იწყებდნენ ალიმები ამ ჰადისით თავის წიგნებს, რატომ? რო გონია ძმებო? რატო იწყებდნენ ზოგიერთი ალიმები თავის წიგნებს ამ ჰადისით? რო გონიათ? აზმებო. ალლაჰის მაყოფილებისთვის აკეთებენ. რა თქმა უნდა, მაგრამ რატო აკეთებდნენ? და არა პაკაზუხული. რა თქმა უნდა, მაგრამ რატო აკეთებდნენ მაგას? რატო ამ ჰადის დებდნენ პირველში? მნიშვნელოვანია. კი, ამით ახსენებდა თავის თავს და ასევე მკითხველებს, რომ სანამ დაეწყებ ნებისმიერ წიგნის კითხვას, შენი ნიათი გაასწორე. ანუ ალლაჰ ბზანო ყურანში რომ ძმობა გავამაგროთ სუნნაში და ასე შემდეგ. ჩვენი შეხვედრა აქ არის მარტო ალლაჰის ხათრისთვის. სანამ ჩვენი შეხვედრები არის ეგეთი და ჩვენ ხვდებით ალლაჰის ხათრისთვის, ჩვენ გვექნება ბარაკა ჩვენ საქმეებში ყოველთვის. ნებისმიერ საქმე ძმებო, რომელიც არ არის დაფუძნებული განზრახვაზე, განზრახვაზე, იმ საქმეში არანაირი ბარაკეთ არ აზმებო. თავარი არა ჩვენი რაოდენობა, თავარი არა ჩვენი რა ხარისხი ძმებო. ცოდნა ძმებო. ჩვენ დღეს რა ვისწავლეთ ძმებო? ვისწავლეთ რომ ადამიანი მაგალითად გახდა ცუდად. მაგალითად ძმას უყვარს წასვლა მეჩეთში და ჯამაათთან ერთად ლოცვა მეჩეთში. და როგორც ჩვენ ვიცი, კაცებისთვის ვაჯიბია ჯამაათთან მისვლა მეჩეთში და მან ლოცვა. გახდა ცუდად და ვერ წავიდა. ჩვენ რას ვეტყვით იმ ძმას? გავახარებთ რომ ძმა ნუ გეშინია, ინშალლა ალლაჰი მოგცემს მაინც მადლს. მოგცემს მადლს. მაგალითად ვიღაცა ძმას დადიოდა ყოველთვის ჰაჯზე. ყოველ წელს მიდიოდა ჰაჯზე. გახდა ცუდად. ფული შეაგროვა და ვერ წავიდა ჰაჯზე. და შეიძლება მისი ბოლო ჰაჯი იყო. სიტყვაზე კი ბოგ რაღაც ცუდად გახდა და კვდება. და იმაზე დარდობს რომ მე ჰაჯზე ვერ წავიდიო. მაგას გავახარებთ. რას ვეტყვით? ძმა ინშალლა შენ ჰაჯზე გეწრება. რატომ? აი ამ ჰადისის გამო. შუმამა სალლაჰუ ალაიჰი ვასალამ თქვა რომ მაინც დაეწერება იმ ადამიანს საქმის მადლიც და ასევე ნიათის მადლი. ეხლა კიდე პატარა შეკითხვა. როდის ეწედება ადამიანს ორივე მადლი? საქმის მადლის და განზრახვის მადლი. როდის? რომ განიზრახავს და თან შეასრულო. არა, მაგალითად სულად გავხდი მე, სიტყვაზე სულად გავხდი და ვერ ვაკეთებ რაღაცა, მაგალითად მარხვას, ვერ მახვლო. აი მანამდე აკეთებდა. ხო, მართალი ხარ. სიტყვაზე ეხლა არის თვის შუა თვე. სუნათი არის 3 დღე მარხვა. გავხდი ცუდად, ვერ ვმარხულობ მე. როდის მივიღებ მე საქმის მადლის და ნიათის მადლის ორივე, თუ მე აქამდე ვმარხულობ, პრაქტიკა მქონდა. მაგრამ მაგალითად ადამიანმა არ მარხულობდა თვის შუაში არასდროს. მოვიდა ცუდად გახდა. და ეხლა ამბობს რომ ეხლა მე თუ კარგად ვიქნებოდი, მე ვიმარხულებდიო. რას ვიტყვით მაგაზე? განზრახვის მადლი მიიღო მაგას მხოლოდ. ალლაჰუმ ბარაკა მოგდე და ვამთოთ ამაზე. სუბჰანალლაჰი ჰამდიქ, შადუან ლა ილაჰა ილლა ასტაგფირუქ ვა ატუბუ ილაიჰ. სიკეთები გვაგჯერ თემასთან დაკავშირებით. განზრახვასთან გვაქვს შეკითხვები? ბატონო? სხვაში ორი განზრახვა? გაგრილებაც მინდა და დიდი აბდესიც მინდა. კი, შეიძლება ალიმები თქვენ რომ შეიძლება, კი. ანუ შენ მაგამ ის უკვე მეორე არ გჭირდება ისედაც უკვე. შენ თუ შედიხარ სხვაში, ნიათი გაქრო, გაგლედ და ასევე აიღო ეს ანუ იბადათის გამო უნდა გაკეთო ეს. რომ ეს არის ღუსლი, თაყვანისცემა. ხო, ძმებო, და თავიდან რო თქვი, სამი რაღაცა არის შესანიშნავი ნიათი. სამი რაღაცა რა ვის ახსოვს აბა? ყველაზე კაი ნიაში სამი რაღაცა შედის, რა არის? მოდი კიდევ ერთხელ ვიტყვი და თქვენ მე გაიმეორეთ, ნახეთ. პირველი რომ, როცა შენ აკეთე რაღაც საქმეს ალლაჰის ხათრისთვის. მეორე რა იყო ვის ახსოვს? რომ ეს არის ბზანება. და მესამე რა უნდა გახსოვდეს, რომ ეს რა არის, რასაც შენ ხალ აკეთებ? ჰა? თაყვანისცემა, იბადათი. აბა გაიმეორო სამივე. თაყვანისცემა. თაყვანისცემა. ალლაჰის ბზანება. და ალლაჰის ხათრისთვის. სამი. გაიმეორე პახი. სამი. პირველი სუნნეთი რომ არის, სუნნეთი ანუ თაყვანისცემა. თაყვანისცემა, შემდეგ ალლაჰის ბრძანება რომ არის და შემდეგ ალლაჰის კმაყოფილებისთვის ხო, ალლაჰის ხათრით. გაიმეორებს მა? სუნნეთია. სუნნეთი არა, ყველა სამი თქვი სუნნეთი მაშა. თაყვანისცემა არის. ხო. ბრძანება რომ არის და რომ სუნნეთი შევასრულოთ ისე როგორც მუსლიმმა გასავლა. всё. ბოდიში გაიმეორე თავიდან? ისე როგორც მუსლიმმა გასავლა ბოლოს. არა, ეს ეხება მიღების
არა, ეს ეხება მიღების პირობებს. ჩვენ ვიძახით რომ განზრახვას რო ქონდა სამი რაღაცაა განზრახვას რომ იყოს შესანიშნავი. ალლაჰის გულისთვის, ალლაჰის გულისთვის, ალლაჰის ბრძანება რო ალლაჰის ბრძანება უნდა გახსოვს რო არის. სუნნათი. სუნან თაკვანისცემა არის. ანუ თაკვანისცემა და მოსწოდეთ თაკვანისცემა. სუნნათი ეს ეხება სხვა თემას უკვე რომ ალლაჰი მიიღებს შენ საქმეს თუ არა. იმიტომ შეიძლება ადამიანს კონდეს კარგი ნიათი, მაგრამ სუნნათი არ აკეთებს. ეს უკვე სხვა თემაა. სუნნათი რაც აკეთა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ახლა ის ფარზია უკვე რაც ხო, მაგრამ ჩვენ ახლა ლაპარაკობთ მარტო ნიათზე. აბა შენ გაიმეორე სამი. პირველი არის ალლაჰ. ოდიში კიდე ერთხელ. მაგალითად მე ხა ვაკეთებ აბდესტს. ხო? ლოცვის დრო მოვიდა. რა უნდა მახსოვდეს სამი რაღაცა, სალამ გავაკეთებ აბდესტს. ნიეთი უნდა გქონდეს რომ აბდესტ ვხებულო. საერთოდ და რომ რა არის ეს? რომ ეს არის ბრძანება ალლაჰს. ბრძანება, კარგი, მერე თაკვანისცემა და მეორე არის მესამე არის ისა რა ქვია. იბადეთი, ალლაჰის მაყურებელი. ეს შეთვი იბადეთი, ალლაჰის მაყურებელი. კაი. ეგ არის მება.